რატომ გადაიდო ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედება 2016 წლამდე? მიზეზებს ბიზნეს კონტაქტთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუმსიშვილი განმარტავს. შეგახსენებთ, ყულევის თიზის შექმნის შესახებ მთავრობის დადგენილება 2012 წლის 12 სექტემბერს გამოიცა, რომლის თანახმად ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2014 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო. ადგილზე კომპანია სოკარ ჯორჯია ინვესტმენტმა აზოტის სასუხისა და კარბამიდის ქარხანა უნდა ააშენოს. მთავრობის ახალი დადგენილებით კი ყულევის თიზის ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა. ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უნდა აშენდეს კარბამიდის ქარხანა, ეგრეთ წოდებული კარბამიდის ქარხანა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი რაოდენობის ბუნებრივი აირი, გაზი, რასაც ჩვენ ვეძახით და აქედან გამომდინარე აქ მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც გაზის მომწოდებლებთან, ასევე ამშენებლებთან და ეს დაიჭერს გარკვეულ პროცესს იმისათვის, რომ ფინანსური მოდელიც იქ იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. აღნიშნული არ არის მცირე ინვესტიციები და მნიშვნელოვანწილად შეიძლება იყოს დამოკიდებული მისაწოდებელი გაზის ფასზე.